რა ვთქვათ, მიმართულებას ირჩევთ თქვენ როგორც სპეციალისტი და დაახლოებით რა დრო ჭირდება და რა საშუალებებს, ინსტრუმენტებს იყენებთ იმისთვის, რომ ეს შედეგი მაქსიმალურად იყოს სასურველი თავად პაციენტისთვის. ისიც რა პირველი რომ გააცნობიეროს პაციენტმა, როდესაც 10 და მეტი კილოგრამი აქვს დასაკლები, სამთვიანი დიეტოთერაპიის კურსი. ესეც აკვიატება თუ თავად თქვენ ადგენთ რამდენი კილო აქვს თქვათ დასაკლები. შეიძლება მე მინდოდეს რაღაც კონკრეტული ვთქვათ ციფრი, მაგრამ თქვენ როგორც სპეციალისტი ამბობდეთ, რომ ეს არ არის ვთქვათ. ან საკმარისი ან პირიქით ბევრია. როგორ არის იცით, არის სამედიცინო ნორმა, მაგრამ არის რაღაც პროფესიიდან გამომდინარე, მაგალითად ბალეტი, ცეკვა, ან მოდელი, სადაც ჭირდება სამწუხაროდ ძალიან მკაცრი ჩარჩოები და წელის გარშემო წერილობა, წონა კონკრეტული და პროფესია იმდენად უყვარს, რომ ვერთმობს ამას. და მაშინ კიდე ორი ის არის, რომ მკაცრი დიეტაც არ შეიძლება, მაგალითად სპორტში, მხატვრულ ტანვარჯიშში, იმიტომ რომ ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. ჭირდება ენერგია უსაზღვრო, მაგრამ თან სასწორი ჯიუტად თავისას, აი აქ არის კორტიზოლური თემები, როდესაც დისტრესის დროს, შეზღუდულ დროში ითხოვს საერთაშორისო სტანდარტები რაღაცას, მაგრამ ადამიანი ისე შფოთავს, შეიძლება 800 კილოკალორიაზეც ვერ ikლებდეს, ეს გამოცდილება მაჩვენა ეგეთი რაღაცეები. და საერთოდ არ იყოს ალიმენტარული, ანუ კვებითი ეს წონის გაჯიუტება, ეგრეთ წოდებული პლატო. და საერთოდ იცით რა, მე მაგალითად ვთვლი, რომ მაინც ყველაფერი აქედან მოდის, იმიტომ რომ ჰორმონალური ფონიც როგორი იცვლება დღის განმავლობაში. ხლა მე რომ მოვდიოდი, რაღაც შფოთავდი და გული ამიჩქარდა ჰორმონალური, ანუ ჩემ წარმოსახვაში რომ რაღაცა სათქმელი როგორ თქვა, როგორი იყოს საინტერესო, უკვე იწვევს ემოციას, ხო? და ამიტომ რა არის პირველადი არ ვიცი, ხლა რომ თავისუფალი დღე იყოს, ხვანაირად დავიწყებდი. ან აქ არ შეიძლება თქვა, რომელია კვერცხია თუ ქათამი, ანუ ყველაფერი ერთად როცა ხდება. ადამიანს ეძლევა იმის საშუალება, რომ ცოდნა მიიღოს სწორი, მისი ინდივიდუალური, აი, სხეული. შეიძლება უნდოდეს 40 კილოს დაკლება, მაგრამ მე დაგეთანხმოს, რომ 25-იც საკმარისია მისთვის. მაგრამ ჩვენ ვასწავლით არა იმას, რომ თევზის დაჭერას ვასწავლით, არა თევზს ჩუქნით. არამედ შეგრძნებასაც შეგრძნებები, ანუ ინტუიციური კვება არის ჩვენი საბოლოო შედეგი პაციენტთან. რა არის ინტუიციური კვება? რო არ მეშინია არც ახალი წლის, არც შოვდის, არც აღდგომის. ბატონო, ეხლა მოკლედ მითხარით, როგორ არ შეგვეშინდეს ახალი წლისთვის, მზადების და შემდეგ უკვე სუფრაზე მოლხენის, რა ვიცი, რამე საშუალება თუ არსებობს. პირველი უნდა გაითავისოთ, გაისიგზეგანოთ, რომ არ არის ნებისყოფასთან არანაირ კავშირში ჭამა, ან შფოთვის ფონზე ზედმეტი კალორიების მიღება, ან შეიძლება რატომ ეძახის მე შოკოლადი გამუდმებით, ან ცომი. ამას აქვს თავისი ახსნა, იქ მაგნიუმია ნაკლები, ქრომია ნაკლები, რკინა დეფიციტური ანემია თუ რა. ეს ერთი, ამიტომ არანაირად არ უნდა იყოს, ხო, ქრონიკული სტრესი წამყვანი. მაგრამ მეორე არის კიდე ის, რომ მე შეიძლება რაღაცა ბავშვობას მაგონებს, აი კაკაოს ბებო და ასეთი თემები. და შეიყვაროს სხეული, ხო ნანიკო? აი ბავშვობაში ასევე გამომუშავებული ჩვევები, რომ აი რომ მიჩვეულები ვართ, რომ არიტი რომ და აი შენ კამფეტი და ჩვენ ვეჩვევით იმას, რომ ჩვენ რაღაცა ემოციურ დანაკლის დეფიციტს ვანაცვლავთ მაგალითად ტკბილეულით. ეგეც არის და ეს ძალიან მოქმედებს. ხო, აი ძირითადად უნდა დაიწყო იქიდან, რომ აი თვითგმემის პოზიციიდან უნდა გადახვიდე, რომ შენი სხეული იმდენი რესურსი აქვს ადამიანს, რომ ეს წარმოიდგინოს და შეუძლებელს შეძლებს და წონის კორექცია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა და არა ერთადერთი, ზუსტად ამას, რომ ის რესურსი უნდა გამოიყენოს, რაც მას აქვს და ამაში ჩვენ დავეხმარებთ. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ, იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. უკვე შედეგებზე სასაუბროთ. ნანიკო შონია, ფსიქოლოგი და ნატა გაგუა, ექიმი, ნუტრიციოლოგი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში.